არჩევნებიდან მეორე დღეს გაუჩინარებული დიმიტრი შაშკინი გამოჩნდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამერიკიდან წერილობით განცხადებას ავრცელებს. ექს-მაღალჩინოსანი თავს წინასწარ იზღვევს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მის შესახებ მალე შესაძლოა გაუგონარი ამბები გაიგონ. Facebook-ზე გავრცელებულ წერილში შაშკინი საკუთარ ღვაწლზე საუბრობს. თავს იწონებს 4 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებით და ამაყობს ვანო მერაბიშვილით, ზურა ადეიშვილით, გრიგოლ ვაშაძით, ალექსანდრე ხეთაგურითა და რამაზ ნიკოლაიშვილით. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება. ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება განმარტავს, რომ თუ დანაშაული ჩადენილია მაღალჩინოსნებს საზღვრებიდან გასვლა ვერ უშველით. არასამთავრობო სექტორი კი თავდაცვაში, განათლებასა და სასჯელ აღსრულებაში შაშკინის ხელმძღვანელობისას დაგროვილ შეკითხვებს იხსენებს. ლანა ბერიძე ამზადებს მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის რეპორტაჟს, თუმცა მანამდე ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლანა, რა ინფორმაციის მოპოვება შეძელი შაშკინთან დაკავშირებით? თამთა მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი თავისი 4 წლიანი მოღვაწეობით მთავრობაში ამაყობს და ყველა დღეს წარმატებულს უწოდებს, არასამთავრობო სექტორი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. ახალი ხელისუფლება და უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ შაშკინს საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ფაქტები გამოვლინდება. ამასთან ჩვენი ინფორმაციით, რა შემთხვევაში მოუწევს დიმიტრი შაშკინს საქართველოში ჩამოსვლა, რა კითხვები არსებობს მასთან დაკავშირებით, უმრავლესობას, უმცირესობას და არასამთავრობო სექტორს ამასთან თავისი მოსაზრებები გააჩნიათ. რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ამაზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი როგორც ბაჩუ ახალაია, ისე დიმიტრი შაშკინი. შაშკინი იყო მინისტრი, რომელმაც შეძლო რომ სკოლა ექცია ციხე. მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა 2 ჯარისკაცის თვითმკვლელობის ფაქტი და ოჯახის წევრები დღემდე აცხადებენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ეს იყო მკვლელობა. არ ვიცი, არ გავცნობილი ვარ ამ წერილს, ამ ინფორმაციის თაობაზე ხა პირველად თქვენგან მესმის. ბატონ შაშკინთან საზოგადოებას აქვს კითხვები. ექს-მინისტრს დღეს მეცხრე-ათმა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით შეკითხვებიც გაუგზავნა, თუ რატომ დატოვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საქართველოს არჩევნებიდან მეორე დღეს, რა გაუგონარი ფაქტების გავრცელებას ელოდება შაშკინის საკუთარ თავთან მიმართებაში. ნახოთ, რას უპასუხებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მეცხრე-ათს რამდენიმე შეკითხვაზე. ნახეთ 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მეცხრე-ათზე დაგველოდეთ. დიმიტრი შაშკინის წერილი ამერიკიდან და პასუხი თბილისში ლანა ბერიძის რეპორტაჟი საღამოს 9 საათზე.